გაკვეთილში ვისაუბრებთ ტექსტის გარდაქმნაზე გზებად. თუმცა სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ გამოიწერეთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი აქტიურობა და არხის გამოწერა საშუალებას მოგცემს შექმნათ მეტი საინტერესო კურსი, სრულყოფილი კურსი ქართულ ენაზე და განვავითაროთ ჩვენი არხი. ასევე გთხოვთ, თუ კი მოგეწონებათ ჩვენი გაკვეთილები, მოგვიწონოთ და გვილაიქოთ ვიდეოები და თუ კი გსურთ კურსში გამოყენებული გრაფიკული მასალის მიღება, გთხოვთ მოგწეროთ კომენტარებში თქვენი ელფოსტის მისამართი, რადგან YouTube არ გვაძლევს ჩამოსატვირთი ლინკის დამატების შესაძლებლობას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ჩვენ აუცილებლად გამოგიგზავნით ყველა გაკვეთილის გრაფიკულ მასალას. ახლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. დადგება მომენტი, როდესაც საჭირო გახდება ფაილის გაგზავნა დამკვეთზე. კომერციულ ბეჭდვაზე ან სხვა დიზაინერზე, მაგრამ მათ დაჭირდება შრიფტი, რომელიც თქვენ გამოიყენეთ პროექტში. იმისაც, რომ თავიდან ავიცილოთ პრობლემები, უნდა გვესმოდეს, როგორ გარდავქმნათ ილუსტრატორში შექმნილი პროექტი მუშა გზებში. ანუ ძალიან დიდად შესაძლებელია, რომ აი კონკრეტულად ეს შრიფტი არ გქონდეს დიზაინერს ან სტამპას და აი აქ გამოისახება რაღაც იეროგლიფები, ანუ ტექსტი იქნება მონიშნული ვარდისფრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტი ვერ იქნება დაბეჭდილი. ამიტომ უნდა გარდავქმნათ ისინი მუშა გზებში, იმისაც, რომ გადავწყვიტოთ საკითხი საბოლოოდ. მოცემულ გაკვეთილში მე გაჩვენებთ, როგორ უნდა გარდაქმნათ ტექსტი outline-ში, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ტექსტთან მუშაობის პრობლემები მომავალში. დასაწყისისთვის გამოვყავეთ ტექსტი, ხელსაწყოთი select, რომელიც უნდა გარდაქმნათ outline-ში. აიღებთ select-ს და თუ ტექსტი გამოყოფილი არ არის, გამოყოფთ მას, რომ დავიწყოთ გარდაქმნა. ტექსტის გამოყოფის შემდეგ დაარედაქტირეთ ის ისე, როგორც საჭიროა, შემდეგ ნაბიჯამდე. ანუ იქ ფერის შეცვლა იქნება, შრიფტის შეცვლა იქნება, შრიფტის ზომის, აი ამ განლაგების, ეს ყველაფერი გაასწორეთ. სხვაგვარად თქვენ დაკარგავთ ტექსტის რედაქტირების შესაძლებლობას მისი გარდაქმნის შემდეგ. ტექსტის საბოლოოდ ცვლილებების განხორციელების შემდეგ გადადით მენიუში Type და დააწყაპეთ ბრძანებაზე Create Outlines, შექმნით outline-ები. Outline-ების შექმნის შემდეგ თქვენ დაინახავთ, რომ ტექსტური ჩარჩო ტექსტის გარშემო გაქრა, აღარ არის. თქვენ დაინახავთ ჩვეულებრივ საყრდენ წერტილებს და გზებს, თუ კი ავიღებთ აი აქ direct selections, ნუ აქ ხედავთ, საყრდენი წერტილები აქვს და გზები აქვს ჩვეულებრივად, რომლებიც გააჩნია ილუსტრატორის ნებისმიერ ფიგურას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გარდაქმნით ტექსტი გზებად. ერთადერთი განსხვავება ამ ტექსტსა და იმ ტექსტ შორის, რაც აქამდე იყო, ის არის, რომ ამ ტექსტის რედაქტირება შეუძლებელია ხელსაწყოთი Type, ანუ ვეღარაფერს ვეღარ შესვლის Type-ით. თუ კი ამ ხელსაწყოს ავირჩევთ და მივიტანთ ტექსტის კურსორს, ნუ აი აქ, ნებისმიერ ადგილას, და მივიტანთ ტექსტთან კურსორს და ვინახავთ, რომ ის არ აქტიურდება, ანუ არანაირი რედაქტირების საშუალებას არ გვაძლევს. თუ კი ჩააწყაპებთ ტექსტის რომელიმე ნაწილში, ტექსტის რედაქტირების მიზნით, პროგრამა ჩათვლის, რომ მე ახალ ტექსტს ვქმნი. ამიტომ, სანამ გარდაქმნით ტექსტ outline-ში, მე გირჩევთ შეინახოთ პროექტის ასლი, ტექსტის გარდაუქმნელად, რადგან შესაძლებელია მომავალში დაგჭირდეთ ტექსტის რედაქტირება, ტექსტის ფერის შესვლა, შრიფტის შესვლა, ზომის შესვლა და ასე შემდეგ. თუ კი მოგეწონათ გაკვეთილი, მოიწონეთ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენი აქტიურობა ჩვენი არხის განვითარების საწინდარია, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს კიდევ უფრო მეტი კურსი დავამატოთ ჩვენს არხზე.